მოვედი სამგორზე ვიყავი, ვერაფერი ვერ გადავიღე გოგოებო, ეხლა ეს გადმოვიღეს უნდა შევწვა, არ მოუხარშვა შევწვა, რა ვიცი, გიას სანამ წავა სამუშაოს. მომატარა რა სამგორი და ისეთი ძვირია ყველაფერი, რომ სამგორზე მე ვერ მოშლილი მოვედი ხალხში. ძალიან ძვირი, მაინც ორი ნაბიჯში შევედი მე, იმიტომ რომ იქ ეხლა ყველაფერი არ არის. ყველაფერს ვერ ვიყიდი. და რა ვიყიდე იცი? ყვავილოვანი კომბოსტო ვიყიდე, წნილი უნდა გავაკეთო, ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი. აი ესეთი პატარებია, რა ვიცი, აღარ არის დიდები. ეხლა ესეთი სეზონიაო, რომ ის დიდი ყვავილოვანი კომბოსტოები არის. კიდე ვიყიდე ესეთი კომბოსტო, ჩვეულებრივი ესეთი. ეს ვიყიდე ტოლმისში. საიაკაც მიყვარს მე ძალიან. ხორცი ვიყიდე კიდე ფარში. მათ ეს უნდა გუფთა. მეტად უშეჭამს გუფთამი და გაიწახის. ფარში კიდე რა ვიყიდე? სალათის ფუცელი ვიყიდე ესე ცოტა და ეს არის ლიმონი. ლიმონიც ვიყიდე ერთი. ეს კიდე ახლა აქეთ რა მაქვს? აქეთ ქაღალდები ვიყიდე. ესენი ლარიანებში. ორი ერთი ცალი. აქ ჩავდოთ. ვაშლი ვიყიდე ჩემი ფუნთუშებისთვის. ეს ორ ნაბიჯში ვიყიდე სამგორში, ისეთი ძვირია ვაშლი. ორი და რაღაც თეთრებირი ორი ნაბიჯში და აქ უფრო იაფია. ნორმალურია ეხლა მე ჯემისთვის გამომადგება, არ საჭმელად ძალიან კაია. ნორმალურია. ვაშლი. კიდე რა? მარილი. ძმარი ეს იმისთვის მინდა, რომ გავაკეთო. წნილი. ფინური, ზეხვი, ამაში ბლინები გამომივიდა, უგემრიელესი. ძალიან გემრიელი. ნახეთ, აი ეს ვიყიდე ფასდაკლებაში იყო, იატაკისაა ეს და ვნახოთ აბა როგორ მომეწონება. ხახვი და კამა. ეს უნდა გავაკეთო, გადმოვიდე. მომხარშე გუშინ ხორცს და შევიდე სალათისთვის ვიყიდე. კვერცხი. და მორჩა. აი და ეს ყველაფერი იყო 90 ლარის. 90 ლარის იყო. ეს დილასო გადმოვიდე დამჭრა. ია, ალახ ვერ დავლიოთ ჯერ. მოდი მე მოვიდუღებ და მე იმას ვიზო. სოსისი მოხარშო თუ შეგიწვა? ამას მოხარშო. მე მათ ეს გუფთა უნდა დავიწყო. ძალიან მინდა დედა შევჭამო, არ ვიცი. თუ შეჭამს. ეგ უნდა გავაკეთო, ფილე უნდა გადმოვიღო ახლა მართლა ფილე. ფილე გადმოვიღო, თორე არ გაიგნება ნიკას და რომოდის უკოშია, რა. უკოშია ხოლმე რომოდის.
სამ გოლზე როცა მივდივარ, ყოველთვის უკმაყოფილო მოვდივარ. ორ ნაბიჯში რაც ის ზოგჯერ უფრო მეტი, უფრო ძვირი ზოგჯერ. ერთადერთი ვფიქრობ, რომ აი იმ დღეს მაგალითად ძალიან იაფად ვიყიდეთ. მაშინ მომეწონა რა. მანდარინი და ის ვიყიდეთ. პორტოხალი ძალიან იაფად, იმიტომ რომ ახალი წლის დღე იყო და საერთოდ არავინ არ იყო და გაუფუჭდებოდა რო არ გაეყიდა. თორე არასოდეს არ არის ხოლმე იაფი რა ამათ. ან კიდე მე არ ვიცი სად უნდა მივიდე. ზედა ამას ვეცი. ეგრეა. მე ვერ ნახულობ მან იაფად ვერაფერს. და მე მოვდივარ სახში რაღაცნაირად გაბრაზებული, რომ ტყუილად მიდიხარ, მანქანასაც ნორმალურად ვერ აყენებ იქ. იმდენი ხალხია არეულობაში და ეს ყველაფერიც არ მოქმედებს კარგად რა, ძალიან გადატვირთული იყო. თან ალბათ ეხლა ის არის ახალი წელი, ძველი ახალი წელი ხო მოდის და მაგისთვის ემზადება ხალხი და მანქანასაც ვერ გააჩერებ ისეთი ახალია. ეს დავთქი. ეხლა სანამ ეს მოიხარშება, მოდით ჩვენ უცბად გავაკეთოთ. ეს მწვანე ხაფული კიდე მოუხდება ძალიან მწვანე. ამას უცბად გავაკეთოთ ეს სალათი. მწვანე და ხაფული და ეს მეორე ხორცი არის ეს. დავიწყოთ. აქვე ჩავდივარ უკან. სამნახევარი მივეცი ბროკოლში, მაგრამ ძალიან პატარებია და ორ ნაბიჯში ექვსი არ არის. ოღონდ ნორმალურია, ნორმად იცის ახლა. მე რამის მესმის, მაგრამ უფრო ცოტა დიდებია. ეს თითქმის უკვე მოიხარშა. ეს უკვე დავჭერი. ახლა ის გადავიჭერ. მარილი ხალხი ეს კამანგონი აკაცი ამოდა ჯერ ეს გამოვიყენოთ.
იმათ ესე არ და ერთჯერადი სუპი უნდა ჭამოს, მამებს არ ჭამოს, არ შეჭამო, არც სოსის, არც სალცის. ერთჯერადი სუპი უნდა გავუკეთო. ატო გუფთას შეჭამს, ახლა ზამაგენგელად უნდა გავუკეთო გუფთან. რომ მოეწონოს. ძალიან გემრიელა. ესე ეხლა მაიონეზიც მაგთა. რა ვიცი აბა. ანუ და მაიონეზი მეკონი რომ თუქია მაიონეზი თარიში. ზეთქავ. ზეთი საყიდელი მქონია. მალ-მალე ილევა ყველა. ამას არ ვიცი ნიკა თუ შეჭამს ნიკა მაინც. მათე მე არ შეჭამოდა. გამიქნებია მას ცოტა. არა და პოსტნეული. ძალიან აუცილებელია ჭარხალის ტაფი. კარგია ძალიან. ვაკეთებ, მაგრამ მაინც ხოში ვაკიო. დოშირეკისაც კი არ მოსწო. ეს მწვანილები რომელიც არის, იმას არ ჭამს. კიანი. მოგეცე ხა და. წავთ ხა ვისადილებთ. ხდება თეთრი თეთრი. აბა ვნახოთ გემო, ვნახოთ როგორი გამოვიდა. მაიონეზი უნდა? თუ გინდა? ძალიან გემრიელია. ესეც ხდება? კი. გემრიელია. გარეთ გამოვედით, ჯერ არის 7 საათი და მინდოდა რა გამოსვლა გარეთ. წვენს ვიყიდით, დღეს წვენი არ ვიყიდეთ და როგორ შეიძლება ამაწვენი არ დალიოს. აი ამ ბიჭმა რო წვენი. როგორ შეიძლება ხო და? გამოვედით ან სუფთა ჰაერზე გავისეინოთ, მეთქი ცოტა სად არის სუფთა ჰაერი არის. არის სუფთა ჰაერი, სახლზე სუფთა კი არის. აქ არის მაგნიტი, PSP, ბიბლუსი, ჩაყოლებაზე. ბოლოს არის ბიბლუსი, ბოლოში უკვე. PSP, მაგნიტი და კიდე რა არის ერთ წუთი.
შევხედო ლიბრე. მე მგონი ლიბრე კი და სუფთა სახლი. დღეს რომ მოვედი იმის მერე ვერც ვერაფერი ვერ გავაკეთე. არის რაღაცნაირად დაღლილი ვიყავი გოგო და ეხლა მაგნიტში შევიარე, ესენი წამოვიყე. ვარ ნახევარი. ვარი და 41 და 6 ცალი. და ხელთათმანი ეს თანისთვის მინდა იქაც არა მაქვს. ეს ხო ვიყიდე მაგარეული, მაგრამ ვანაშიც მიჭირდება. ეხლა მოვალ ხავე ერთ წუთით. რაღაცნაირად ერთდროულად მომაწვება ხოლმე დაღლილობა, არ ვიცი. ვერ გავაკეთე ვერც მაწენილი, ხვალ გავაკეთებ ოღონდ აუცილებლად დანარჩენი საქმეები რაც მინდოდა და ვერ გავაკეთე ხვალ გადაიდო. როცა ორგანიზმი ხოვს უკვე რომ უნდა დაისვენო, არ უნდა შეეწინა, უნდა დაისვენო. ხო და ეგეთი დღე იყო დღეს ჩემთვის. ეხლა ჩაიც არა რომ მოდიოდი, მერე გამახსენდა, რომ წამოვედი უკვე. ანუ მაღაზიიდან ნახევარი ძალიან მქონდა გამოვლილი, მაშინ გამახსენდა და ვეღარ მივუბრუნდი რა. ვერ მივუბრუნდებოდი ეხლა ჩაის გამო და ეს მაქვს ნახეთ, ეს არის ჟასმინის ჩაი, მწვანე. და მოდი ეს გავიკეთე, არა უშავს. ჟასმინის ჩაი დავლიოთ ამჯერად. ჟასმინის ჩაი და რამე ისეთი მსუბუქად შევატან ამის. მართლა უნდა მქონდეს ერთი ცალი კონფუშა დარჩენილი. და დღეს არის მესამე დღე უკვე. და არის ისეთი კენდიელი. ისეთი ძალიან გემრიელია. მადლობა დღევანდელ დღეს ყველაფრისთვის. ცოტა შეიძლება ზოგჯერ ვიღლებით, ზოგჯერ ხასიათი გვეცვლება, მაგრამ მადლობა უფას ყველაფრისთვის. ამ ჩაით ერთი პერიოდი ისე ვიყავი გატაცებული, ისე მიყვარდა ჟასმინის სუნი, არომატი ძალიან და კარგ დროს მახსენებს ეს სუნი. ძალიან ცუდად თუ ჩამარ ვიცი. წავალ ახლა რამეს ჩავთავ ვუყურებ. რაც მიყვარს, ეგეც მასვენებს მე. ვისვენებ ხოლმე. და მაგ დროს როცა რაღაცას ვუყურებ, პოზიტიურს, რა თქმა უნდა, პოზიტიურს. არ მიყვარს მე მძიმე
ისტორიების მოსმენა, მძიმე ფილმების ყურება, მძიმე წიგნების წაკითხვა, პოზიტიური მხიარული. რა თქმა უნდა, ესეთი იყო და რამეს შევარჩევ, ვუყურებ და მე დავიშვენებ და ხვა შევუდგეთ საქმეს. ჩემო გოგოებო, გაკოცით და დროებით ხვალამდე.